ჩვენი უფალი არის დიდებული, ჩვენი უფალი არის ძლიერი, მისი მარადიულობა არასოდეს არ მთავრდება, დრო მიდის, მაგრამ ის რჩება მარადიულად. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის, ძვირფასებო, რაც არ უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ ვართ ღმერთის შალომში, მის სიმშვიდეში. ჩვენ ვენდობით ღმერთს და ის არის ერთგული. ის არის ჩვენი გზამკვლევი ყველაფერში. რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს ჩვენს ირგვლივ და ხშირად არის სიტუაციები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ჩვენ ვერ ვცვლით მას, ჩვენ არ შეგვწევს უნარი, რომ რაღაც მიმართულება შეუცვალოთ რაღაცას ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ მაინც ვრჩებით ღმერთის სიმშვიდეში, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ღმერთი გააკონტროლებს, ღმერთი ჩაერევა, იმიტომ რომ ის კარგი ღმერთი არის და თუ ჩვენ ღმერთზე დავდებთ იმედს, როგორც ის ამბობს, რომ მომენტეთ მე ის გააკონტროლებს და ის მოიტანს ცვლილებებს. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ვინერვიულოთ ყველაფერზე და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერს ჩვენ ვერ შევცვლით. შეუძლებელი არის ბევრი რამ, რომლის შეცვლა ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ ის, რაც კაცთათვის არის შეუძლებელი, ღმერთისთვის არის შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ მას უნდა ვენდოთ, ჩვენ მის სიმშვიდეში უნდა დავრჩეთ, ჩვენ მისი ერთგულები უნდა ვიყოთ და რწმენით უნდა დავდიოდეთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. როდესაც უფალი ამბობს, რომ ხვალინდელ დღეზე ნუ ზრუნავთო, ეს კარგი თარგმანი არ არის, იქ ზრუნვა არ არის, იქ არის სიტყვა ნუ განიცდი, ნუ ნერვიულობ, ნუ შფოთალ ხვალინდელ დღეზე, იმიტომ რომ ხვალინდელი დღე ღმერთს ეკუთვნის. ჩვენ რწმენით ვდგევართ, რომ ხვალინდელი დღის კონტროლს ღმერთი აიღებს თავის თავზე. ისე კი არა, რომ ჩვენ ლოგიკურად ვფიქრობთ რა იქნება, ღმერთი არის ალოგიკური, ღმერთი დგას ყველაფერზე მაღლა და თუ ჩვენ რწმენით ვიქნებით დღევანდელ დღეს, ხვალინდელ დღეზე და რწმენით სიმშვიდეში შევალთ მის შალომში, მაშინ ის კეთილი, ერთგული მოიმოქმედებს და ჩაერევა ჩვენს ცხოვრებაში. დიდება იესოს. ამიტომ ძვირფასებო, ჩვენ ვართ მის სიმშვიდეში, ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი გადაევლის, მაგრამ ის მარადიულად დარჩება და ჩვენც ყოველთვის მასთან ვიქნებით. დიდება ჩვენ უფალს. ვდგევართ რწმენით ყველანი. არც ერთი მისხალი არ გვინდა დაუთმოთ ბოროტ ჩვენს ცხოვრებაში. ის, რაც გოლგოთის ჯვრით ჩვენ განგვესაზღვრა ზეციდან, ყველაფერი გვინდა მივიღოთ. არაფერი არ გვინდა დავტოვოთ სატანას და მივიღოთ ნაწილობრივ. როდესაც 4 შაბათის ჩართვა გქონდა, ონლაინ ჩართვა და ჩვენ ვისაუბრეთ რიცხვთა წიგნიდან, რომ 2 შტომ და 9 შტომ, მენაშეს 9 შტომ, მოინდომა, რომ იორდანეს აღმოსავლეთ ნაწილზე დარჩენილიყვნენ და იქ ქონოდათ სამკვიდრო. და ჩვენ ვთქვით, რომ ეს შტოები გავს იმ მორწმუნეებს, რომლებიც ჯერდებიან ნაწილობრივ მიიღოს ღმერთისაგან და დანარჩენზე უარს ამბობენ. მათ უარი თქვეს იორდანეს გადაკვეთაზე. მაგრამ ჩემო ძვირფასებო, ჩვენ გადავლახავთ იორდანეს. და ჩვენ დავიკავებთ ყველა ტერიტორიას, სრულად დავიკავებთ ქანაანს, ყველაფერს მივიღებთ, რაც გვეკუთვნის და რაც გვაქვს იესო ქრისტესაგან. დიდება იესოს.
თქვი მე გადავკვეთავ იორდანეს. თქვი მე გადავკვეთავ იორდანეს. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. დიდება იესოს. ჩვენ არ გვინდა ჩვენ ცხოვრებაში ვიყოთ უღიმღამოები. ჩვენ გვინდა რომ გამარჯვებულები, ლაღები ვიყოთ ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ გვინდა რომ გაგვეცხადოს ღმერთის მშვიდობაში ყოფნა. და როგორც თავიდანვე ვთქვით, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს შეცვლა. ჩვენს ძალებს აღემატება ზოგჯერ გვინდა რაღაც შევცვალოთ, მაგრამ ვერ ვცვლით. მაგრამ არსებობს ის, ვისაც შეუძლია კონტროლი აიღოს ამ ნაწილზე და ეს არის ჩვენი ძვირფასი ღმერთი. ეს არის იესო ქრისტე. ამიტომ ჩვენ შევდივართ მის სიმშვიდეში და ამიტომ ვამბობთ, რომ არც ცხენებით, არც ეტლებით, არც ჩვენი მარჯვენით, არამედ მისი სულით იქნება ეს ცვლილებები. დიდება იესოს, დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. ფილიპელთა 1:21-ში არის დაწერილი, რადგან ჩემთვის პავლე მოციქული ამბობს, სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი მოგება. თუ ვცოცხლობ, ქრისტეში ვცხოვრობ, გამარჯვებული ვცხოვრობ. გამოცხადება, რომელიც ვიცი რა მოხდა გოლგოთის ჯვარზე. ქრისტეში ვცხოვრობ, როგორც ის იყო გაბედული, დევნილი, მაგრამ თავისუფალი, მკვდარი, მაგრამ აღმდგარი. ყველა მის წინააღმდეგ, მაგრამ ყველას დამთრგუნველი, ასევე მე ვცხოვრობ ლაღად გამარჯვებული და არ მეშინია სიკვდილის, იმიტომ რომ სიკვდილი ჩემთვის იქნება მოგება. რადგან სიკვდილის მერე იწყება ჩემი ცხოვრება. სიკვდილის მერე მოვიხვეჭ ყველაფერს, რაც დავაგროვე. იცით ძვირფასებო, ზოგიერთი არის ადამიანი, განსაკუთრებით ევროპაში და ამერიკაში ხედავ, როდესაც ჩამოდიან ტურისტები, ეს მოხუცები, ხანში შესულები, ლაღები, ფული აქვს და დასეირნობენ კრუიზით, ხან იმ ქვეყანაში, ხან იმ ქვეყანაში. დააგროვეს მთელი ცხოვრება, იმუშავეს ფული და ეხლა დასეირნობენ. და ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი პრობლემაა, რომ ასაკი გემატება. როცა ფული ახალგაზრდა ხარ, ფული არ აქვს და რომ მოხუცდები, საქართველოში მაინც არ აქვს ფული, მაგრამ ევროპაში ფული გაქვს, მაგრამ უკვე ასაკი ისე ვეღარ არის და ზოგჯერ ფიქრობ, რომ ყველა ფულს მივცემ, ოღონდ წლები მოვიკლო, მაგრამ ასე არ არის ძვირფასებო. მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ზეცაში, როდესაც გარდახვალ ადამიანი, ასაკიც ახალგაზრდა გაქვს და ფულიც ბევრი გაქვს, ოქრო, რომელიც ის ოქრო არ არის, რაც დედამიწაზე, სხვა ოქრო არის. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, რომ ველოდები, როდის შევძლებ, ჩემი დაგროვილი ოქრო გამოვიყენო და ვიმოგზაურო და ვისვენო ღმერთის შალომში შევიდე. ეს არის მორწმუნის აზროვნება, ძვირფასებო. ეს არის მორწმუნის აზროვნება. ამიტომ რაც წლები გადის, მით უფრო ლაღიარი პავლე მოციქული, მით უფრო სიცოცხლით სავსეა, მით უფრო უშიშარია. ის არ ფიქრობს, რომ ასაკში ვარ და ეხლა რომ დამაპატიმ, რომ იქნება ასთმა დამემართოს, იქნებ რაღაც შემემთხვეს. არა, როდესაც ის ჩააგდეს დილეგში, გალობდა და იმდენად ძლიერი იყო ეს გალობა, რომ ციხის კარებები გაიღო.
აი ეს არის სულით სავსე ადამიანი. ჩვენ უნდა ვიყოთ რწმენით და სულით სავსენი, იმიტომ რომ ხვალინდელი დღე არის უფლის დიდების დღე. დიდება იესოს. ამიტომ როდესაც ბოროტი მოდის შენს ცხოვრებაში და შენს რთულ ცხოვრების რთულ სფეროებს განახებს, რამდენად რთულია ეს თუ ის სფერო და შენ ვერაფერს ცვლი, უნდა იცოდე, რომ ღმერთის ხელში გადასცე ყველაფერი და ღმერთს შეუძლია აიღოს კონტროლი ყველაფერზე. დიდება იესოს.